ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება სრულდება, ეს არის 30 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის. Საბოლოოდ ბრიფინგს ჩვენ გავმართავთ ევროკავშირის წარმომადგენელთან საქართველოში ბატონ იანო შერმანთან ერთად ხვალ და გვექნება ამაზე უფრო დეტალური საუბარი. ეს გახლავთ სპეციალური გრანტი საქართველოსთვის, რომელიც არის გამიზნული მართლობითი რეფორმისათვის. მოგეხსენებათ, რომ მართლობითი რეფორმა არის ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ძალიან მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით სპეციალურ დახმარებას გამოყოფს და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ასევე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ტიპის მართლობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება საქართველოში და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით იმისათვის რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს კონდეს ისეთი მმართველობა რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს, ევროპულ ინსტიტუციებს და ჩართულობას თითოეული მოქალაქის ამ მმართველობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.